რატომ ვიწერთ პირჯვარს? რა მოგცა ჯვარმა? დიდი მარხვის მესამე კვირას ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავთ ჯვრის თაყვანისცემას. გილოცავთ მეგობრებო ყველას და გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, მშვიდობასა და სიხარულს. უფლის პატიოსანმა და ცხოველსყოფელმა ჯვარმა გაგაძლიეროთ და დაგიფაროთ. ეს არის მართლმადიდებლური YouTube არხი. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, მშვიდობა თქვენ და თქვენ სახლს გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ ღმერთმა. რა არის ქრისტიანისთვის ჯვარი და პირჯვის გამოსახვა, ასე ვთქვათ. მეგობრებო, ძველად ჯვარი სიცხვილისა და სასჯელის ნიშანი იყო, მაგრამ დღეს იგი დიდებისა და პატივის სიმბოლოდ იქცა. თავად იესო ქრისტე ამბობს, მადიდე მე მამაო, იმ დიდებით, რომელიც მქონდა შენთან სამყაროს შექმნამდე. და ამ სიტყვებში დიდებად სწორედ ჯვარს გულისხმობს. ჯვარი არის ჩვენი ცხონების საფუძველი და უამრავი სიკეთის მიზეზი. მისი წყალობით ჩვენ, რომლებიც ადრე დამნაშავეებად და განკიცხულებად, ასე ვთქვათ, ცოდვილები ვიყავით, ახლა ღმერთის შვილებად ვართ მიჩნეული. მისი წყალობით ასევე აღარ ვცდებით, ხო, არამედ ვიცით სიმართლე. მისი წყალობით ჩვენ, ვინც ქვებსა და ხეებს ვცემდით თაყვანს, ახლა ვცნობთ ყველაფრის, ანუ შექმნელ ღმერთს. ჯვარის წყალობით ხო ყველგან ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა ხდება. მისი გამო ეშმაკები გარბია, სატანა განიდევნება. მისი გამო ადამიანი ანგელოზებს დაემსგავსა, მისი გამო გააჩნდა სიწმინდისა და სიმართლის გზა ამ სოფელში. როდესაც ქალწულისგან შობილი მოვიდა, ადამიანებმა შეიტყვეს ამ კეთილი ცხოვრების გზის არსებობა. მან გაგვანათლა ჩვენ, ხო, ვინც სიბნელეში ვიყავით, მან ახლობლები გავხადა ჩვენ, ვინც მისგან შორს ვიყავით, მან თავისიანებად მიგვიღო ჩვენ, ვინც უცხოები ვიყავით, მან ცის მოქალაქეები გავხადა ჩვენ, ვინც ამ სოფელში მოხეტიალებად ვიყავით, მეგობრებო, ხო, იგი გახდა ჩვენთვის სამყაროს საყრდენი. მის გამო აღარ გვეშინია ეშმაკის ბოროტი, ვთქვათ, ისრებისა, ხო, რადგან ვიპოვეთ ცხოვრების წყარო. მის გამო აღარ ვართ მარტო დარჩენილები, რადგან სასიძო გვყავს. მის გამო აღარ გვეშინია მგლისა, რადგან კეთილი მწყემსი გვყავს. მე ვარ კეთილი მწყემსი, ამბობს უფალი. ჯვარზე შეიწირა მსხვერპლი, ხოლო სადაც მსხვერპლია, იქ არის ცოდვების პატიებაც. იქ არის ღმერთთან შერიგებაც, იქ არის სიხარულიც. ქრისტე ჩვენთვის შეიწირა, ამიტომ ჯვარი ჭეშმარიტად დღესასწაულია ჩვენთვის. მან 60 გახსნა და ავაზაკი შეიყვანა. ორი დიდი საქმე ერთდროულად აღასრულა. 60 გახსნა და ბოროტმოქმედი შეიყვანა. დაუბრუნა მას პირველი სამშობლო და მშობლიურ სახლში შეიყვანა. ამიტომ ნურავის გვცხვენია ჩვენი ცხონების ამ ნიშნის თაყვანისცემისა. ამ ნიშნით ცხოვრობთ, ამ ნიშნით ვარსებობთ. ეს ყველა სიკეთის დასაწყისია, მეგობრებო. ვატაროთ ქრისტეს ჯვარი სიამაყით, როგორც გვირგვინი, რადგან მისი მეშვეობით სრულდება ყველაფერი, რაც ჩვენთვის საჭიროა. როდესაც ნათლობაა, საჭიროა ჯვარი. როდესაც წირვალოცვას საჭიროა ასევე ჯვარია, ხო? როდესაც ხელდასხმა ჯვარია. ყველგან ამ ძლევის ნიშანს ხვდებით. ამიტომ დიდი სიყვარულით ვხატავთ მას სახლებზე, უკაცრავად კედლებზე, კარებზე, შუბლზე და გულზე. ჯვარი არის ჩვენი ცხონების თავისუფლებისა და ღვთის სიკეთის საერთო ნიშანი. ამ, ესე იგი, ღვთისა, რომელიც როგორც ცხვარი დასაკლავად მიიყვანეს. ამიტომ, როდესაც პირჯვარს იხატავ, წარმოიდგინე მისი სრული მნიშვნელობა.
გაქრეს სიბრაზე და ყველა სხვა ცუდი, ასე ვთქვათ, გრძნობა. სახეზე ცოცხალი იმედი გამოჩნდეს, სულმა კი თავისუფლება იგრძნოს. პირჯვარი მხოლოდ თითებით არ უნდა დავხატოთ, ასე ვთქვათ, გამოხატოთ, ხო, ამას მთელი გულის, ესე ვთქვათ, სწორი განწყობა არის საჭირო და სრული რწმენა უნდა ახდეს. თუ ასე ვთქვათ, ისახავთ პირჯვარს, ვერც ერთი ბოროტი სული ვერ გაბედავს შენთან მოახლოებას, რადგან დაინახავს იმ მახვილს, რომლითაც იგი მოიწყლა და იმ იარაღს, საიდანაც სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. ამრიგად, მეგობრებო, ჯვარი არის ჩვენი სიამაყე, ყველა სიკეთის საწყისი ჩვენი გამბედაობა და ჩვენი ერთადერთი სამკაული და ჩვენ ასევე უნდა გადავსახოთ, მეგობრებო, ჯვარი, ვთქვათ, ასე ვთქვათ, ყველაფერს, ხო? იქ როდესაც წვევით საღამოს ლოგინზე, თქვა სადილზე საჭმელი საკვები იქნება თუ როდესაც გავდივართ სახლიდან აუცილებლად პირჯვარი გადავიწეროთ, ხო? და ესე იგი შევთხოვთ ღვთისმშობელს ქრისტესო დამლოცე მაკურთხე, როდესაც საჭესთან სანამ ჩავждებით მანქანაში და ყველგან მოკლედ ერთი სიტყვით ყველგან გადავსახოთ უნდა პირჯვარი, რამე თუ ჯვარს აქვს უდიდესი ძალა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას და მშვიდობა და ჯვრის მადლი და ძალა ფარავდეს ჩვენ და სრულიად საქართველოს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა და გაიხარეთ.